შეგიძლია წარმოიდგინო, რომ საუზმო ბრძოლებით. მაინც და მაინც გადასარევად ალბათ არ ჟღერს, მაგრამ სწორედ ამას აკეთებს ყოველდღე ბატკანძერი. ბატკანძერი არის ლეშის მჭამელი ფრინველი, რაც ნიშნავს იმას, რომ მკვდარი ცხოველების ლპობად ხორცს და ძვლებს ჭამს. ალბათ იცით, რომ ლეში, რომელიც იხრწნება, მავნე ნივთიერებებს შეიცავს. მათ შორის ბაქტერიების მიერ წარმოქმნილ ტოქსინებს. ეს ტოქსინები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია და სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მაგრამ მაგალითად სხვავებს აქვთ ძალიან საინტერესოდ განვითარებული საჭმლის მომნელებელი სისტემა, კერძოდ ძალიან მაღალი მჟავიანობის მქონე. და ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ ჭამონ ლეში და არ მოიწამლონ. ამ ფრინველის კუჭი იმდენად მაღალი მჟავიანობის მქონეა, რომ ძვლების უდიდეს ნაწილს 24 საათში უკვე გადაამუშავებს. და ასეთი ფრინველები ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ეკოსისტემისთვის და ჯანმრთელობისთვის. ამისი მიზეზი ისაა, რომ ისინი გარემოს ათავისუფლებენ სწორედ ამ მავნებელი ნივთიერებებისგან, რომლებიც სხვა შემთხვევაში ან ნიადაგს, ან წყალს, ან საკვებს დააბინძურებდა. ამ ფრინველების მიერ გარემოს გასუფთავებას ლეშისგან უწოდებთ ეკოსისტემურ სერვისს. ანუ ერთგვარი მომსახურება არის ეკოსისტემის, რითაც ადამიანები ვსარგებლობთ. ეკოსისტემური სერვისები შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე კატეგორიად. ეკოსისტემური სერვისების მრავალი სახეობა არსებობს და ისინი იყოფა 4 ძირითად კატეგორიად. პირველი არის მომარაგების სერვისები. ესენია რესურსები, რომლებსაც ბუნება გვაწვდის და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ან მივირთვათ. მაგალითად ხილი ან ბოსტნეული ან თევზი. ამ კატეგორიაში ასევე შედის სუფთა სასმელი წყალი, ხის მასალა, ზეთები, გარკვეული მედიკამენტები და ბუნებრივი ენერგიის წყაროები. ასევე არსებობს რეგულაციური სერვისები ან მომსახურებები და ესენი არის ის ბუნებრივი პროცესები, რომლებიც განაპირობებს ეკოსისტემების ჯანმრთელობას და ფუნქციების შენარჩუნებას. მათ შორისაა მაგალითად ბაქტერიების და უხერხემლოების მიერ ნარჩენების დაშლა, ფუტკრების და კოლიბრების მიერ მცენარეების დამტვერვა და ასევე თვითონ მცენარეების ფესვები, რომლებიც ნიადაგს აკავებენ და ეხმარებიან გარემოს, რომ გაუმკლავდეს წყალდიდობებს და ეროზიას. და რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში შედიან ზუსტად ჩვენი მეგობარი ბატკანძერები, რომლებიც გარემოს ასუფთავებენ ნარჩენებისგან, ხო, ანუ ლეშისგან მკვდარი ცხოველის. ეკოსისტემები ვერ იმუშავებდა დამხმარე სერვისების გარეშე. და ესენია ის ძირითადი ბუნებრივი პროცესები, რომლებიც ეკოსისტემების ფუნდამენტს ქმნიან. მათ გარეშე ვერ ვისუნთქებდით, ვერ დავლევდით სუფთა წყალს და ვერ მოვიპოვებდით საკვებს. მაგალითისთვის ავიღოთ ფოტოსინთეზი. მცენარეები იყენებენ მზის სინათლეს, წყალს და ნახშირორჟანგს, რომ შექმნან შაქარი და ჟანგბადი. რომ არა ფოტოსინთეზი, მაშინ ატმოსფეროში არც საკმარისი ჟანგბადი იქნებოდა, რომ გვესუნთქა, და არც ის საკვები, რასაც ვიღებთ მცენარეებისგან, მაგალითად ხილი ან კაკალი ან ასე შემდეგ. სხვა დამხმარე სერვისები მოიცავს წყლის ციკლს, საკვები ნივთიერებების ციკლს და თვითონ ნიადაგის წარმოქმნის პროცესსაც კი. და ბოლოს გვაქვს კულტურული ეკოსისტემური სერვისებიც. აი მაგალითად რომ გავიხსენოთ დიდი კანიონი, ან ნიაგარას ჩანჩქერი, ან ევერესტი, ან ასე შემდეგ, ეს გეოგრაფიული ობიექტები, ანუ რომელიც ეკოსისტემის ნაწილიცაა, ადამიანებისთვის წარმოადგენს შთაგონების დიდ წყაროს და დიდ მნიშვნელობას ატარებს. აი ხელოვნებიდან თუ გაიხსენებთ გინდ მუსიკას, გინდ ხატვას, გინდ ფილმებს, ასე შემდეგ, რამდენი რამ არის შთაგონებული სწორედ ეკოსისტემიდან საბოლოო ჯამში. შეიძლება გქონდეს ჰობი, რომელიც უკავშირდება ეკოსისტემის ელემენტებს. მაგალითად, ფრინველებზე დაკვირვება შეიძლება იყოს ერთი მაგალითი, ან ტყეში სეირნობა, ლაშქრობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ეკოსისტემებს გააჩნიათ რელიგიური, სულიერი და ისტორიული მნიშვნელობა სხვადასხვა ხალხისთვის. მაგალითად, ამერიკაში ინდიელების ტომებს აქვთ ძალიან ღრმა სულიერი კავშირი ჩრდილოეთ ამერიკის ბევრ ეკოსისტემასთან. ასე რომ ეკოსისტემებს დიდი როლი აქვთ ადამიანების კულტურებისა და საზოგადოებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებაში. მაგრამ ბიომრავალფეროვნების შემცირება ეკოსისტემებს ასუსტებს, რაც ართულებს ჩვენთვის საჭირო რესურსებისა და სერვისების მიღებას. სხვავებს რომ დაუბრუნდეთ, შეიძლება მათ შეუძლიათ ტოქსინებისგან გარემო გაწმინდონ ლეშის ჭამით, მაგრამ ადამიანის მიერ შექმნილ ქიმიკატებს ვერ უძლებენ და შეიძლება მოიწამლონ და მოკვდნენ. მაგალითად, დიკლოფენაკი, ჩვეულებრივი ვეტერინარიული პრეპარატი, რომელსაც ძროხების სამკურნალოდ იყენებენ, სხვავებისთვის არის მომაკვდინებელი. და თუ სხვავი იპოვის მკვდარ ძროხას, რომელსაც ამ პრეპარატით უმკურნალეს და შეჭამს ამ ლეშს, შეიძლება მოიწამლოს ან მოკვდეს. მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში სხვავების პოპულაცია შემცირდა 95%-ით, რაც ეკოსისტემებისთვის იწვევს სერიოზულ პრობლემებს.
როცა საკმარისი სვავი აღარაა იმისთვის, რომ გარემო ლეშისგან გაწმინდოს, დაავადებები ვრცელდება სწრაფად და ბაქტერიები ნიადაგს და წყალს აბინძურებს. შედეგად ადამიანებს შეიძლება დიდი ზიანი მიადგეთ, თუ ეკოსისტემაში არ არიან ლეშის მჭამელები, რომლებიც სისუფთავეს ინარჩუნებენ. ასე რომ, შემდეგში როცა დაინახავ სვავს ან ბატკანძერს, შეგიძლია ეს ამბავი გაიხსენო, რომ უბრალოდ მტაცებელი ფრინველი კი არა, ან ლეშის მჭამელი ფრინველი კი არა, მხოლოდ, არამედ ადამიანებს გვიცავს.